მაშასე მეგობრებო, გაჩერებული ვართ იქ, რომ ლუიზიტიანა ჩაიძირა უინსტონ ჩერჩილის ხრიკების შედეგად და ისეთ სიტუაციაა, რომ ამერიკა აღშფოთებულია, განზრახ გაკეთდა მოგეხსენებათ ეს ყველაფერი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამერიკა ჩართულიყო ომში, ამიტომ დანარჩენი სხვა, ასე ვთქვათ, манипуляციები იყო საჭირო, რათა კიდევ უფრო აღეშფოთებინათ ამერიკელები გერმანიის წინააღმდეგ. ლუიზიტიანას ჩაძირის შემდეგ ამერიკულ გაზეთებში, მათ შორის New York Times-ში, გერმანელთა სისასტიკის შესახებ ისტორიებმა მთავარი სათაურები დაიკავა. ერთ-ერთი ამბავი იუწყებოდა, რომ გერმანელი ჯარისკაცები განზრახ ასახიჩრებდნენ ბელგიელ ჩვილებს. ეს ბელგიელები რა შუაში არიან, ვერ გავიგე, მაგრამ ესე ზღაპრებს იგონებდნენ, სჭრიდნენ მათ ხელებს, ზოგ შემთხვევაში კი ჭამდნენ კიდეც მათ. კიდევ ერთი ამბავი ეხებოდა რატომღაც კანადელ ჯარისკაცს, რომელიც თითქოს გერმანელებმა ხიშტებით ჯვარზე გააკრეს. ბევრი კანადელი აცხადებდა, რომ ამ ფაქტის მოწმე გახდა, თუმცა ყველა მათგანი მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ყვებოდა. კანადის უმაღლესმა სარდლობამ გამოიძია ეს საკითხი და დაასკვნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რა თქმა უნდა. ასევე ვრცელდებოდა ცნობები ბელგიელი ქალების ხშირად მონაზვნების შესახებ, რომლებსაც თითქოს გერმანელებმა მკერდი მოაჭრეს. გაზეთ The Times-ში გამოქვეყნდა სტატია გერმანული გვამების ქარხნების შესახებ, სადაც გერმანელი ჯარისკაცების სხეულებს სავარაუდოდ იარაღისთვის საჭირო გლიცერინად ან ღორების საკვებად აქცევდნენ. რაღაც ასე მუშაობს პროპაგანდა. ამ ისტორიებმა მთელ ამერიკაში გამოიწვია მორალური აღშფოთება და ზიზღის სისხლის მსმელი ჰუნების მიმართ, ასე ეძახდნენ გერმანელებს. ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ამბები მილნერის მრგვალი მაგიდიდან მოდიოდა და მათ პოპულარიზაციას უწევდა JP Morgan-ი, უმცროსი, რომელმაც კონტროლი დაამყარა ამერიკულ პრესაზე. 1917 წლის 9 თებერვალს კონგრესმენმა ოსკარ კალავეიმ კონგრესის ოქრომში შეიტანა განცხადება მორგანის მიერ ეროვნული ახალი ამბების კონტროლისა და манипуლირების შესაძლებლობების შესახებ. აი ბატონო ჩემო, ნახეთ რა წავიკითხოთ რა დაადგინა კონგრესმა. 1915 წლის მარტში JP Morgan-ის ინტერესთა ჯგუფებმა ფოლადის გემშენებლობისა და დენთის წარმოების სფეროებში მოქმედმა ორგანიზაციებმა და მათმა შვილობილმა კომპანიებმა შეკრიბეს საგაზეთო სამყაროს 12 გავლენიანი პირი. მათ დაავალეს აერჩიათ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გავლენიანი გაზეთები, რომელთა რაოდენობაც საკმარისი იქნებოდა ქვეყნის ყოველდღიური პრესის ზოგადი პოლიტიკის გასაკონტროლებლად. ამ 12 ადამიანმა შეარჩია 179 გაზეთი. შემდეგ კი გამორიცხვის მეთოდით დატოვეს მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც აუცილებელი იყო ქვეყნის მასშტაბით პრესის ზოგადი ხაზის სამართავად. აღმოჩნდა, რომ საკმარისი იყო მხოლოდ 25 უმსხვილესი გაზეთის კონტროლის მოპოვება. ამ 25 გაზეთზე შეთანხმდნენ. გაიგზავნა ემისრები ამ გამოცემების საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის გამოსასყიდად. იყიდეს გაზეთები. მიღწეული იქნა შეთანხმება. გაზეთების პოლიტიკა გაიყიდა ყოველთვიური ანაზღაურების სანაცვლოდ. თითოეულ გაზეთს დაენიშნა რედაქტორი, რათა სათანადო ზედამხედველობა გაეწია და დაემუშავებინა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სამხედრო მზადყოფნა, მილიტარიზმი, ფინანსური პოლიტიკა და სხვა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის თემები, რომლებიც მყიდველთა ინტერესებში შედიოდა. ეს ხელშეკრულება დღესაც მოქმედებს და სწორედ ეს ხსნის იმას, რომ ქვეყნის ყოველდღიური პრესის სვეტები სავსეა სამხედრო მზადყოფნის სასარგებლო არგუმენტებითა და ყალბი ინფორმაციით აშშ-ის არმიისა და ფლოტის მდგომარეობის შესახებ. ისევე როგორც უცხოელი მტრების მხრიდან თავდასხმის შესაძლო საფრთხეებზე. ეს პოლიტიკა ასევე ითვალისწინებდა ყველაფერი იმის ჩახშობას, რაც ეწინააღმდეგებოდა დაინტერესებული მხარეების სურვილებს. ამ სქემის ეფექტურობა ნათლად დადასტურდა იმ მასალების ხასიათით, რაც 1915 წლის მარტის შემდეგ ქვეყნის ყოველდღიურ პრესაში ქვეყნდება. მათ მიმართეს ნებისმიერ ხერხს საზოგადოებრივი განწყობების კომერციალიზაციისა და ეროვნულ კონგრესზე ზეწოლისთვის, რათა არმიისა და ფლოტისთვის გამოეყოთ გადაჭარბებული და ფუჭი ასიგნებები, ანუ ფული, იმ ცრუ საბაბი თითქოს ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. მათი მთავარი არგუმენტი პატრიოტიზმია. ისინი თამაშობენ ამერიკელი ხალხის ყველა წინასწარ განწყობასა და ვნებაზე. კითხულობთ US Congressional Record February 1917 და აგერ არის
2057 გვერდზე. ომის შემდგომ წლებში ბრიტანეთსა და საფრანგეთში ჩატარებულმა გამოძიებებმა აჩვენა, რომ ეს ისტორიები სიცრუე იყო და შეთხზული იყო იმისათვის, რომ გაეზარდათ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ამერიკის პირველ მსოფლიო ომში ჩაბმის მიმართ. ნახეთ მეგობრებო, როგორ მუშაობს პოლიტიკა. პირდაპირ გვეუბნევიან ხალხო, როგორ მოატყუეს ამერიკელი ხალხი, გაზეთების მოისყიდეს გაზეთები და განაწყვეს ხალხი გერმანიის წინააღმდეგ და დღეს უკვე ცნობილია, რომ აგერ ბატონო ჩემო თომას ფლემინგმა The Historians Who Sold Out, ისტორიკოსები, რომლებიც გაიყიდნენ History News Network August 8, 2005 და ასევე The Congressional Record, the US Congressional Record February 1970. ასე მუშაობს პოლიტიკა. არ მოტყულდეთ მეგობრებო, არ მოტყულდეთ. გაგრძელება იქნება.